Ура, მიყვარს. ანზორას ვენაცვალე. შენგენაცვალე. ილაოხი, მისიკო. როგორც ყოველთვის ანთებ შენგენას. რა მიყვარს, ბიჭო, რა მიყვარს? სოფლის დღეობა რა მიყვარს? წელიწადში ერთხელ არის და წელიწადში ერთხელ ჩამოდივარ მეც. რა გავაკეთო? შენგენაცვალე. ხო იცი მიყვარს ეს დღეობა ბიჭო, შენგენაცვალე. შენგენაცვალე. თემურამ წვადი არ დაგეწვას. თემურ არის იქით. ვაი შენგენაცვალე. ჩვენ სოფელში ხო ის დღევანდელ დღეს ყველა კუთხეში რო რაღაცა იკვლება, რაღაცა მიდის. აი, ურა მიყვარს. ბიჭო, რა მიყვარს? ურა ხაშლამას. ისე უნდა დავთვრე, რომ ხვალე მთელმა სოფელმა ილაპარაკოს აზორას რაყლეც თვრალე ქონიაო შემძრობა ისავა შეიძლება ახლა უი დედა უნდა ჩავწვე რა ვქნა ვერ ვახერხებ სამსახურიდან გამომდინარე ხო ხვდები ვიცი რომ ეხა მეტყვი მაგასო არ ჩამოდიხარ და არ ჩამოდიხარ რა გავაკეთო ერთი დღე არის და ხო მარა ესე დღეს მეც უნდა დავლიო რა შენ თუ არ ჩაგაყეი ბაჭერდა შევიდე შენ რატო ხარ ასე იაქესავი ბიჭო საგანაცარი ერთად ჩამოვედით ხო კი მარა დღეს ქალაქში წავიდა რა ჩხილებს გავიკეთებო, წარბებს გავიკეთებ, მანიკურს გავიკეთებ, პედიკურს გავიკეთებ, სოლარიუმში შევალ და მოვალო რა. შენ სოფელში მოხდა თუ ტექდათვალიერებაზე. რა თუ რამდენი რაღაცის გაკეთება ბიჭო, რა ვქნა გოგოა რა, ხო იცი რა ქნას ეხა, უნდა გაიკეთოს ყველაფერი. მაცადე რა, სად არისო ბოლოს სათქვი? სოლარიუმში და წამოვა რა. სოლარიუმი რა არის ბიჭო? ბიჭო, როგორ აგიხსნა ეხა შენ. სოლარიუმი ან მოკლედ ჩაწვევი შიგნით? ხო. და ხელოვნურ ზაგარს იღებ რა რაღაცა გახურდება და რაღაცა ეგეთი თემაა რა. სხვათა შორის ჩემი ცოლი დღეს დილიდან სოლარიუმში არის. აი ეხა სოფელში სოლარიუმი გახსნესო ეგ არ მითხრათ ხო? არა. სოლარიუმი არ გაუხსნიათ, მაგრამ ბიჭო იქ ჩემთან კუხნაში ფეჩრო დაანთე. ხო. იქით თონე გიზგიზებს პურები, აქეთ გოჭი იწვება, იქეთ კაი ხაშლამა გიზგიზებს და საღამოს ისია ხოლმე სახეზე შეწითლებული ბიბიქარავს ბარეორი სოლარიუმი. კაია, ჩემი ფურს ხარჯავს, შენი ფურს მაინც არ ხარჯავს ბიჭო. არა, ესეც ხარჯავს ხოლმე. ამას გოდოთ. და ვინ ჩამოსულა შენგენაცვალე. ჩემო მიშიკო რა შვები ბიჭო რავადე იკარგე შარშანდელი თოვლივი დამიწყო მოდი ციცო მოდი ასე უნდა დღეობა უნდა მოვა მაინც ჩამოხვიდე შვი ხო რა ვქნა ეს დღეობა მიყვარს ხო იცით სოფელში შენაცვალე სად არის შენი ცოლი ჩვენ გუშინ წინ ჩამოვედით მაგრამ დღეს სოლარიუმში წავიდა ქალაქში რა ვიცი დედიკო გუში რომ ჩამოხვედით სარეს რომ გავკიდე გავხედე იგი იყო თოკები ჩამოკიდული თქვენი იგიც მეუღლის რა ქვია იმას ზორტები ეგრევე მივხვდი რომ შენი ცოლი იქნება ხო რავია ციცოდე არ არის საჭირო სადავარ სოლარიუმშია რა და მოვა სოლარიუმი მაგი რა არის რა ოხრობა რაც ხაიდია ახლა თქვენ როგორ აგიხსნათ აპარატია რაღაც გატიტულდები ჩაწვევი შიგნით და ზაგარს მიიღებ რა ეგ გავაგეკადრებ ხო ხარს არ უტიტულდები მე იგი რა ქვია დედიშობი არ უნახივარ მის დღემში პიჟამაც ვია ყელამდის და აქამდის და რა ვაგეკადრება რომ ახლა იმას დაუწე მე რა ახლა ვერავე ვერ ხედავს რა არა უშავს რა არა შვილო რა ვაგეკადრება რო ვერ ხედავ შვილო მაგიტო მაქვს გაფენილი იგი თოკები რა ქვია იმას ზორტები და რო ხედავ აგით ხალხო რა იყო ხა გლიცი სულ ნუღლიცი რა მაგით ერთოვე რატო ჩიქჩიქებს ასე 2 საათი მოუნდი აქამდე მოსვლას გამარჯობა რა არის დაგეცინა სოლარიუმში თუ რა მოგივიდა გოგო არა ახალი აპარატი მიიღეს სოლარიუმის და შენზე დატესტე ეს თუ რა მოგივიდა აი მე არა მაცდი რას გასცდი გოგო რას გავხარ სახე მაცადე ერთი წუთით ხო და პირველი მე ვიყავი პირველი მომხმარებელი ეს ახალი აპარატის და მაჩუქეს ესა სოლარიუმის თვითონ წუთები კი არა 2 საათი მაჩუქეს და მე ვერ გადაანაწილე 2 საათი თუ რას დაწექის 2 საათი ბიჭო ამ 2 საათს ქონდა 2 საათი ვადა და რა მექნა სოლარიუმდა რომ გამოხვედი სარკეს ჩაიხედე კი ჩავიხედე რა მე რა მერე გოგო 2 საათი წინ გოჭი მოიტანეს აქ შენზე კარგად გამოიყურებოდა და ცოცხლად რა გჭირს სახეზე რა აი მიშიკო რატო მეუბნები ეგეთ რაღაცებს რა მე მჭირს ეხლა მე სახეზე მაგიდა განებე არა ახლა მართლა ეს არის გავარ ნუ ელაპარაკები ბიჭო ეგრე გააჩინე გააჩინე რისთვის გინდა რა რისთვის სუფრაზე მისატანა თუ გინდა ცოტა აკლია კიდეც ხო არ დავამატო ჩემ პეჩი
ფეჩი, კაი ფეჩი გა. გამოგარი ერთი წამი. რა იყო შენ ბიჭო, ანზორა, რა იყო, ყოიწო. რენგენაცვალე. ჩემები რო ხართ ბიჭო და ჩემი სისხლინაღორცები. რა იყო ბიჭო, რა იყო. ისე მიში იყო. ხო, ციცოდეი და აბა გისმენ. რა უნდა არა, რა ციცოდეი. არა, მაგის თქვა მინდა რომ ეს საჩეტი შენი ცოლი თქო, მაგი ულამაზი. და რა შეუწვი ახლა შენ. ლაპარაკი. რა იყო, შვილო, არა, შვილო, ცუდად არ გაიგო თქვენ გენაცვალე, ჩემზე თუ ნახავ, მაგრამ იგი რა ქვია, ბოუშის ნათლობა მაქვს მე და ვაპირებთ ახლა რომ დიდი ასკასიანი და გოჭები ყავს შესაწვავი და ბარემ რომ გოჭს მივიყვან თქო, იქ შევწავ თქო, სადაც შენი მეუღლე და თქვენ გენაცვალე. რაზე არის? არა, შვილო, რა ვაგეკადრებ. მიშიგო, ჩვენთან სოფელში თამაზიამ რო ვენახები აჭრა და უეკლო მაყვალი გოუშო. მაგის მერე თუ რამის დანახვა გაბიკვირდებოდა, აღეგონა ჩვენ. კარგი ბიჭო, კარგი. თამრიკო, შეგენას ჩემები რო ხართ ახლა და მაგიტო ვიყوار და ყველაფერი თუ არა. ისე მაგ სახით გამოიერე იმაზე რა ქვია, ბიჟაზე. აი, ახლა მართლა რა მჭირს ისეთი ამ სახეზე, რომ ასეთი ამბავი და ღლიცი. მიშიკო, რა მეუთხარი? რამდენი ხანი უნდა მომაყენონ შეურაცხყოფა? ამოწურავენ ამ ყველაფერს. გაიხარეთ, შვილო, დალოცე, დალოცე. ჯერ გოგო რანე მასეთ სახით ამ სუფრაზე ვერ დაგსო. არ მიგიღებს ეს, არ მიგიღებს. დედამცინია ესენი. არა, მე მაგ დასაცინი რამე შეხეთ სარკე არ დამალევინე ერთი ჩიქა შედალოცვილო, მოდი. ღლიცინებენ ჩემზე. მოდი დავიწყოთ, არა ეხა თამრიკო. იქ ერთნი რო ვარ და რო მიყვარ ხარ, მაგიტო თუ არა ხა. აი ანზორა, სიო. მოდი, მე მინდა შვიდობის ადღეზილო შევსვა რა. აი ხარეზმა. შვიდობა იყოს. შვიდობა იყოს პირველ რიგში ჩემო მიშიკო შენი ცოლის სახეზე. სხვათან არ ჩემი იქნება. გაიხარეთ. აი. ბიჭო, დამალევინე ისე. აჭირს. გაიხო, მართლა, კაცო, დაანებეთ ამ გოგოს ხარ. ჭაშა, რატო შემჭამე? და დაიგნორე, შვილო, არა, მაგი. უბრალოდ ის. თამუნა, დედიკო, შენ გენაცვალე, შვილო, მანამდე. გოგო, რაღაცა. ჩვენ ცოტა შორდალია, მაინც რა ვიცი, არა ალდეს სახეზე. აი, ბიჭო, კაი, ბიჭო. ბიჭო, კაი, ბიჭო. დამაცადი ახლა, იქ რა მინდა გოგოს რომ გისმენ. გენაცვალე, შვილო, ხო იცი, როგორც პატისხსებ დედიკო და შენთვის მაქვს საჩუქარი აქში. მანამდე ვერ მოგეცი ამ სულელმა არ მომცა უფლება რომ გადმომეცა. ეს მურაბაა, სუნამოა თუ რა არის ეს? სუნამო არ არის შვილო. მაგი აჯიკა. გოჩს რო უსვამენ, ხო იცი, შენც მოგიხდება და ისეთი გადაპიწყინებული მიშიკო რა? რა იყო? ცუდად არ მითქო. ნუ ჩამაშხამებ ამ დღეებში. აი, ახლა შენი ბრალია. აიღო. შენ გენაცვალე, შვილო. ვაიმე, მესიჯი მომივიდა. მიშიკო. ეხა მომივიდა მესიჯი, რომ 2 საათი გაჩუქეთო სოლარიუმში აბონემენტიო. და რა ახლა არ მითხრა რომ ამ დღეობიდან უნდა წახვიდე კიდე მარტო. მივდივარ ხო? მოდი გოგო, აქ 2 საათი მოკვდები გოგო, მოდი აქ. რა აუყო 2 საათი. არ ვიცი, 2 საათი აქ ვადა თან. რაც კიდე მოიფიქრი, არ ვიცი, მარტო არ გაგიშვებ შანსი არა. აბა რა ვქნათ?